უთამამდება მის დარტყმებს და არ შედის ისეთ დისტანციაში, საიდანაც გამოსვლას ვერ შეძლებს. აი ისევ ეს დარტყმა. და ფაციასაც ძლიერი დარტყმა აქვს, რა თქმა უნდა. გრიზლის ხელა რო არ არის, არ ნიშნავს რომ სუსტი დარტყმა აქვს. მით უმეტეს ფაცია უფრო ტექნიკურად გამართულად ურტყავს, რაც მეტ ძალის ჩადების შესაძლებლობას აწვევს. აი ეს ხელი არანაირად არ იცავს ახლა გრიზლის ყველა დარტყმა ჩვეულებრივად გაზდის. მარჯვენა პირდაპირიც გაზდის, ოვერჰენდის გაზდის, უკაც გაზდის. იმიტომ ვაკრიტიკებ რომ ჩვეულებრივი ბრძოლა მინდა ვნახო. ამ ბრძოლაში, ამ ტიტანების დაჯახებაში არის გამარჯვებული საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 30-27 ეს ბრძოლა გაიმარჯვა გიო ფაცია! მიულოცოთ გიორგი ფაციას.